ჯობა, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ვერთვები ახლა გელოდებით დანარჩენებს, ცოტა ხანი დაველოდოთ, სანამ მოვა ჩვენი ხალხი. ყველას მოგესალმებით. ახლა გეტყვით აქ რა ხდება. ყველას მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. სასამართლოს კლანის ციხიდან და ეხა მოვყვები აქ რა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დღეს არის შედარებით სიწყნარე, ჯერჯერობით არ მოუყვანიათ არავინ აქ ველოდები საქმეების დაწყებას. ამ დილას გამოუშვეს ვიღაცეები ხელწერილებით, იმიტომ რომ გადავსებულია იზოლატორები. ახალი მოსამართლე უპოვიათ, ესე იგი ვიღაცა ჯალათი ზვიად ცეკვავა ზის და 30-40 კაცს ასამართლებს ერთი და იგივე მტკიცებულებებით. მართლა ჩალით ხარ არის დაფარული ეს ქვეყანა. პატრულის ჩვენებების საფუძველზე იპოვეს თან კარგი აქ ის არის ჩვენთვის, რომ პროევროპული მოძრაობისთვის რომ ბევრი არ არის როგორც ჩანს ეგეთი მოსამართლე. ერთი ჯალათი იპოვეს და პავლიკ მაროზოვი და იმას აკეთებინებენ ამ საქმეს. ასევე რა მინდა ვთქვა, მიშა რო არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი სააკაშვილს, თავარი პრობლემა აქ იყო, რომ ხედავდი რა სისასტიკეს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ და ერთი მაგალითი არ დამავიწყდება. ნაწამები სერგო თეთრაძე რომ მოიყვანეს სასამართლოს ხდომაზე და არც იკითხა მოსამართლემ, მერე დატოვეს ის მოსამართლე, დღესაც მანდ მუშაობს სხვათა შორის. არც იკითხა რატო არის ნაწამები ნაცემი, ასე გაუშვეს პატიმრობაში და გარდაიცვალა მერე ის კაცი. წამების მსხვერპლი იყო. ამ საქმეს ვამბობდი სულ. ხო და მინდა გითხრათ, რომ ეს სისასტიკე მოხდა ბოლო 2 დღეა. პირველ და მეორე დღეს ჯერ ეს ერთი 200-ზე მეტი ადამიანი ყველა მოვიდა აქ დაშავებული. ადვოკატებს ვესაუბრე, მადლობა მათ, მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრს, მადლობა ხალხს, რომელიც აქ მორიგეობს, ნესტალ ნონდარიძეს, ლაშას და სახელებს და გვარები არ დამავესდეს. ყველას აქ ბევრი ხალხი მორიგეობს, ბექა ხოხობაშვილს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ხალხი იყო ნაცემი, სახედალურჯებული, გადალეწილი და ასეთი ხალხი გაუშვეს პატიმრობაში. ხო და აი ესეთივე ჯალათად გადაიქცა ეს ხელისუფლება, რა ჯალათსაც ვებრძოდით ადრე. ხო და რა სისტემას უნდა გამოგვესწორებინა, ნაძირლები ესენი. კიდევ მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ ვიცოდეთ, არადა ჩვენ კანონმდებლობაში არსებობს ეგეთი მოთხოვნა, რომ ადამიანს რო ეტყობა ფიზიკური ძალადობის ზიანი, ფიზიკურად რო ეტყობა ზიანი, მოსამართლე ვალდებულია მას კითხოს რა და როგორ და შემდეგ ეს ინფორმაცია გადააგზავნოს სპეციალურ ადგილას, რომელსაც ქვია სპეციალური საგამოძიებო სამსახური. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ასე ჩქარ-ჩქარა მოკიდეს ამ ხალხს ხელი, რომელსაც ყველას დაზიანება აქვს, ყველა ჟურნალისტს დაზიანება აქვს და გაუშვეს საპატიმროში ეს ხალხი. ხო და ეს არის ზუსტად ავტორიტარული რეპრესიები. ზუსტად ეს არის ავტორიტარული რეპრესიული რეჟიმი, რომელსაც ისევე მოახვეტინებთ იმას რა ქვია, კარს და კანცელარიას, როგორც მოახვეტინებთ სხვებს. აუცილებლად ჩაუშესკუს ამბავი გაიხსენეთ და მილოშევიჩის ამბავი გაიხსენეთ, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში გაუშვეს თვითონ სერბებმა. ესე იქნება აქაც. ასევე, მოკლედ, დღეს ველოდებით თუ მოიყვანენ ხალხს, ამის მერე ახლა წავალ ნახავ იზოლატორში რა ხდება. დიდი მადლობა ყველას გუშინ თავის გამბედაობისთვის და ვაჟკაცობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ეს არის დაუმარცხებელი ერი. თვითონ რუსებმაც იციან ეს ძალიან კარგად. რუსეთის პირველი პრემიერი სერგეი ვიტე წერს თავის მოგონებებში ამას. არ დაგავიწყდეთ, რომ ქართველების ნაირი მებრძოლი არ არსებობს. ხო და მოკლედ ყველას დიდი მადლობა, გამბედაობა, გამძლეობა
და დროებით.